დაღუპულთა და დაკავებულთა მზარდი რიცხვის ფონზე ირანი თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. პირველი ადამიანი, რომელიც შესაძლოა ისლამისტურმა რეჟიმმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო სიკვდილით საჯაროდ დასაჯოს 26 წლის ირფან სოლთანია. გადაწყვეტილება მის ოჯახს უკვე აცნობეს. სასჯელს კი სავარაუდოდ 14 იანვარს აღესრულებენ. მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს რეჟიმის საკუთარ მხარდამჭერებს უპირისპირებს და მეტიც. კონტრაქციაში მონაწილეობას თავად პრეზიდენტიც იღებს. დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს ვერც რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო ბლოკადა ფარავს. თუმცა ირანის მმართველები არსებულ ვითარებაში დამნაშავეებს კვლავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ტერორისტულ ქმედებებში ამერიკაც და ისრაელიც ჩართულები არიან. ამ ფონზე აღსანიშნავია ზოგიერთი დასავლური ქვეყნის პოზიცია, რომლებიც ტერორისტების დაგმობის ნაცვლად ჩვენ გვაკრიტიკებენ. ეს სწორედ ის ქვეყნები არიან, რომლებიც უღულებელყოფდნენ ღაზაში ადამიანების ხოცვას. მათ არ დაუგმიათ ამერიკის და ისრაელის თავდასხმა ირანზე. ახლა კი ტერორისტების გამო ნიანგის ცრემლებს ხურიან. ჩვენ ომს არ ვეძებთ, თუმცა ამისთვის მზად ვართ. მრავალათასიანი აქციების, დაკავებულების, დაღუპულებისა და უმკაცრესი სადამსჯელო მექანიზმების მიუხედავად რეჟიმს მხარდამჭერები ცხავს, რომლებიც რადიკალური პროცესების წახალისებაში ამერიკასა და ისრაელს ადანაშაულებენ. ქუჩებში არეულობაა, თუმცა ეს შეერთებული შტატებისა და ისრაელის ჩარევის გამო ხდება. ხალხი მაღალ ფასებსა და დოლარის კურსის ზრდას აპროტესტებს. სწორედ ამიტომ გამოვიდნენ ქუჩებში. ამერიკის პრეზიდენტი სისულელეებს ამბობს. მას სურს მუსლიმური ქვეყნები ერთმანეთს დააპირისპიროს და ომი გაჩაღდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა რომ მუსლიმებმა ერთმანეთი დახოცონ. უკიდურეს დაძაბულობას ვაშინგტონის გაფრთხილებებიც ართულებს, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სახმელეთო გზით სომხეთისა და თურქეთის გავლით ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამერიკის მოწოდებას შვედეთი და საფრანგეთიც შეუერთდნენ. მედია აქტიურად იუწყება, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის ამზადებს, რომელშიც ჩართვის მზადყოფნაც ისრაელმა უკვე გამოთქვა. ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი, აიღეთ თქვენი ინსტიტუტები, შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. ყველა შეხვედრა გავაუქმე ირანელ ოფიციალურ პირებთან, სანამ დემონსტრანტების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. გავხადოთ ირანი ისევ დიადი. საჰაერო დარტყმები იქნება ერთ-ერთი მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განხილვისაგანია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტების გამოყენების. ტრამპის მხრიდან ძალისმიერი ინტერვენციით მუქარის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტივ უიტკოფს ესაუბრა და უახლოეს დღეებში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილა. თუმცა საუბარი სავარაუდოდ უშედეგოდ დასრულდა, რადგან დონალდ ტრამპმა ირანის მოკავშირეებისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ანტისამთავრობო დემონსტრაციების მკაცრად ჩახშობის გამო ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არც ევროკავშირი გამორიცხავს და ახლა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას ელის. ჩვენ ირანის რეჟიმს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. ფედერალური მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად. ჯერჯერობით ამის მიღწევა ვერ ხერხდება, რადგან ამას ევროკავშირის ფარგლებში ერთსულოვნება სჭირდება, თუმცა ჩვენ კვლავ ამ მიზნის მიღწევის ერთგულნი ვრჩებით. საინფორმაციო ბლოკადის ფონზე ირანიდან გავრცელებული ცნობები თანდათან უფრო საგანგაშო ხდება. როიტერსი წერს, რომ საპროტესტო აქციების დროს 2000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი უსაფრთხოების თანამშრომლებიც არიან.